და ამ საღამოს ყველაზე პატარა მონაწილე თქმელი იმისა, რომ ხალხური ლექსი არასოდეს არ დაიკარგება საქართველოში და ვერ დაიკარგება და დასტური ამისი თქვენს წინაშე წარს დგება გიორგი ბიჩინაშვილი. მთლად აღარ წახვიდე. ფშაულის შვილებში ნამყოფი არაყით დავით ვერია, თავადაც ფშაულის შვილი ვარ, წინწარის არაყის მსმელია, ძილამა მერია, ჯერის სამოთმენაც გამამელია, ავადექთა გამოვიპარე უკონოთ იყოფანელია, ვეხოწელა შალის ჯვარს საპერა ჯვარი დავიწერია, წაწლობა ლაშაელაო მოგონილია შენია, ვიარე ხელი სანდითა სახსაც მძლიმი ვაგენია, კალები დაკეტილ დავხოდა ფანჯრიდან გადავძერია, მოსინჯე ქალის საწოლი ჩამოვჯე დავისენია, ყოფილა ქალის ბებოი ის მიწა დასაყრელია, წამოხდა დამელო მოგუზარს ხელი აით შედანელებულო აქ რაღაც ჩამაძერია, ხინკალიდან ძღარის სტუმარბის ფეხით გადავთელია, კალებში გადამოარდნილი ბოცთავი დავეძგერია. გიორგი ფარავდეს ქართველთა ქვეყანასაო, გულდაწყრულებულს კუნავდე თვალსაო, ხელდებარმასაო, დააჯერებდე მოკვდავთა მთაზე შეადგამთასაო, ვიც ვერა იხსნას კეთილი დააბრალებდეს თავსაო, სიკეთის ზღვაში კეთილა დააცურებდნენ ნავსაო, ჭეშმარიტება მაღალი გაგვინათებდეს გზასაო, წმინდა გიორგი ფარავდეს ქართველთა ქვეყანასაო. ოჩახ გიორგი. გიორგის უთქვამს პატარა, როცა ბაღში ხა ხო დიდია. ბაღში როცა დადიოდა სულ პაწაწა, რომ ის მოესწრო ბატონი ვახუშტის მიერ წაყვანილ საღამოს ტელევიზიით უყურა ამას და დედას თხოვა თურმე. აი ესეთი ლექსები მასწავლეო, რო ათქმევინებს კოტეტიშვილიო. ეს ადამიანი და თურმე ბაღში დაავალეს ლექსის სწავლა და წაიკითხა ესეთი ლექსი იმ ადამიანს რომ მოსწონს ბატონი ვახუშტი ვინცაა და არა ნორმალური ხალხური ლექსი და მასწავლებელმა უთხრა რომ რა კაი მასწავლებელი ხავს აი ნამდვილი კარგი ლექსი მითხარიო ხოდა ეს შინ მოვიდა შეწუხებული ვეღარ უთხრა ამაზე კაი ლექსი და შინ მოვიდა და დედას უთხრა რომ მე ვერ გავიგიო რამდენი ადამიანი კითხულობს ვახუშტის საღამოზე ლექსო და მე რატო დამიწუნა ამ ჩემმა მასწავლებელმა ვერაფერი ვერ გავიგიო და მართლა გიორგი არის აი წარმოუდგენელი საჩუქარი ჩვენი ქვეყნის მე არ ვაჭარბებ გულწრფელად შეუძლია ვისაც უნდა დასვას და ნახევარი ვეფხისტყაოსანი გიორგი მიცის ეპირად ნახევარი ვეფხისტყაოსანი და ხალხურ ლექსებს რაც შეეხება გამოგიო დაგინახო და გიორგი შეგიძლია ერთი სტროფი მაინც თქვა ვეფხისტყაოსანი მე ამდენი ვთქვი ნახევარი იცო და მართლა იცი ოღონდ ის არის ცოტა სკაბრეზულებში რო გადადის ხაფას ხუფით ძალიან ზუსტი მახვილით ძალიან ფშაურად ოღონდ აი სკაბრეზულებში ვერ ხდება სად უნდა შეჩერდეს ეგ არის ის უბრალოდ და ეგეც ხო ფშაური სისხლია გიო მართლა აღარ შეგაწუხებ ამით მართლა დავასრულოთ უთხრათ გიორგის დიდი მადლობა და ვეფხისტყაოსანი წავაკითხოთ ერთი სტროფი აბა გიორგი
ნახეს უცხოა ვინმე ჯამტირალი წყლისა პირსა შავი ცხენითა დავითა ყმალომსა დავითა ღმისა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯრუნაგირსა ცლემსა ვალდი და ეთრინა გულსა მდუღრა დანატირსა მას ტანსა კაბა ემოსაკარეთმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავის საქუდი იყო სარქმელი თავისა ხელთან აჭედი მათარახი ქონდა უცხო სამკლავისა ნახეს დანახვა მოუნდათ უცხო სასანახავისა მადლობა გიორგი თავი დაუკარი მადლობა უთხარი ამდენ ტაშს რო გიყრავენ ძალიან დიდი მადლობა გიო წამოდი არა წამოდი აი ბიჭი ხარ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ გიორგი მართლა არ ჩამოგვილიოს სიტყვის ესეთი მადლიანი მეპატრონეები ქართველებს მომავალში მე ძალიან გული მწყდება შეიძლება ეს უფრო სხვანაირიც ყოფილიყო მაგრამ მე მგონი რაღაცნაირად გავათბეთ ერთმანეთი აქეთაც და იქითაც და დავიმშვიდობოთ ახლა ერთმანეთს უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის დიდი მადლობა ნახვამდის